ჯაზის, რეპის, ელექტრონული მუსიკისა და შუფუტინსკის რუსული შანსონების შემდეგ ზღვისპირა ქალაქში კლასიკის დრო დადგა. მე კულტურა ორკესტრი. ასე ითარგმნება იმ სიმფონიური ორკესტრის სახელწოდება, რომელიც 26 აგვისტოს ბათუმში ბევრი ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებს წარმოადგენს. თუ კლასიკური მუსიკა გიყვართ, ეს არის საღამო, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. კონცერტი იმითაც იქნება განსაკუთრებული, რომ პოლონურ ორკესტრთან ერთად ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი საუბრავს. სიმფონიური მუსიკის კონცერტი შავი ზღვის სანაპიროს მალე აი ქალჩე ორკესტრა ესტუმრება. ორკესტრს პოლონეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ახალგაზრდა მუსიკოსები აერთიანებს. ამჯერად კონცერტს ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში უკრაინელი დირიჟორი კირილ კარაბიცი უხელმძღვანელებს. აგვისტოს ბოლოს კლასიკური მუსიკის კვირეულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოდის საერთაშორისო დონის ორკესტრი და თვითონ შემადგენლობას ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნებისგან შემდგარი მუსიკოსების ესეთი ნაკრები არის, ეს აი ორკესტრა, რომლის მენეჯმენტშიც არიან პოლონელები, რამოდენიმე თვის წინ იყო მოლაპარაკება მათი ჩამოყვანის საქართველოში და კულტურის სამინისტროსთან ერთად აი დაიგეგმეს ყველაფერი. რახმანინოვთან და პროკოპიევთან ერთად კონცერტის პროგრამა სხვა ბევრი ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებს მოიცავს. ორკესტრთან ერთად მონაწილეობას ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი მიიღებს. ძალიან დიდი ინტერესია პოლონეთის მხრიდან ქართული კულტურისადმი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენს ქვეყანას ვესტუმროთ. მოხარული ვიქნები ამჯერად კლასიკური მუსიკის კონცერტით ბათუმში დაუვიწყარი საღამო შედგეს. 4 წლის ორკესტრი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ჩატარებულ არაერთ კონცერტს ითვლის. მუსიკალური პროექტი დღემდე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების სოლისტებთან და ინსტრუმენტალისტებთან ერთად დაუკრან. გერმანიის, ესპანეთის, უკრაინის ქვეყნებთან ერთად 2015 წლის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში სიმფონიური ორკესტრი ბათუმს 26 აგვისტოს ესტუმრება.